მოდი ორიოდესით შევეყოთ განათლების, წყალებში განათლების რეფორმაზე თავი წარმოვიდგინოთ მოსწავლის ადგილას, რომელიც უნივერსიტეტში აბარებს, რა ხდება, ხო? პირველ რიგში, ირჩევს ის ფაკულტეტს, მაგრამ სხვას უკვე აღარაფერს არ ირჩევს. ანუ სახელმწიფო უწყვეტს მას, რომელ ქალაქში მიიღებს განათლებას, რა უნივერსიტეტში ისწავლის, იმიტომ რომ ამის არჩევანის თავისუფლება მას არ ექნება. ასევე კობახიძემ თქვა პროფესორებზე წახალისებაზე ხელფასის და ეგ რას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით პარტიის მხარდამჭერი, ქართული ოცნების მხარდამჭერი პროფესორები იქნებიან წახალისებულები და განსხვავებული აზრის მქონე პროფესორები ალბათ სახელმწიფო უნივერსიტეტში აღარ ასწავლიან, ანუ იმის არჩევანის თავისუფლებაც არ ექნება, რომელი პროფესორი ასწავლის მას და ვისთან მიიღებს ამ განათლებას, ხო? ამის შემდეგ უკვე 11 წლიანი ხდება განათლება და ეგრეც რას ნიშნავს, ანუ საბჭოურ მოდელზე გადადის და ძალიან გაუჭირდება სტუდენტს, რომ მიიღოს ევროპული განათლება და პარალელურად უწევს სხვა ქალაქში გადასვლა, სადაც უცხოა ეს ქალაქი იმისთვის, მოუწევს ბინის დაქირავება, მოუწევს რაღაც სამსახურის პოვნა, მაგრამ თქვენ იცით, რომ ჯერ თბილისში ჭირს სამსახურები და აი რეგიონში რამდენად გაუჭირდება სტუდენტს სამსახურის პოვნა და ძალიან დიდ უკვე ფინანსებთან და პრობლემებთან არის ეს დაკავშირებული. აი ახლა თქვენ წარმოიდგინეთ მოსწავლის ადგილას თავი, რომელიც ირჩევს როგორ გააგრძელოს მისი შემდგომი კარიერა და თქვით რამდენი დარჩებოდით საქართველოში მსგავსი განათლების პირობებში. მე მგონი რომ რავი, გაიჭირვებენ ეს ადამიანები და სწავლენ ევროპაში და რამოდენიმე წელი მოიცდიან მან რაღაც მოსამზადებელ რაღაც კურსებს გაივლიან და პირდაპირ დარჩებიან რა. საერთოდ არ ექნებათ მათ სურვილი რომ საქართველოში დაბრუნდნენ, ან აქ რაიმე სახის ბმა ქონდეთ. და კობახიძე პირიქით მეუბნება რომ აი ეს კარგი იქნება იმისთვის რომ მაქსიმალურად დარჩნენ ესა სტუდენტები საქართველოშიო და არა არის რეალურად პირიქით, ანუ მათი სურვილია რომ აი რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გაადინონ საქართველოდან და დაუკარგონ აქ ყოფნის სურვილი და მე შეგახსენებ ზაზა შათირიშვილის ოცნების პროპაგანდონის სიტყვებს და ის ამბობს რომ ვინც წასასვლელია უნდა წავიდეს და ასევე ამბობს რომ აი ჯენზები არიან სულელები რომელსაც არ ესმით რაღაც და აი ქართული ოცნების მთელი პოლიტიკა არის ახალგაზრდების სიძულვილის პოლიტიკა, რომ მათ არ უნდათ, არ აწყობთ საქართველოში იყვნენ ახალგაზრდები, არ აწყობთ რომ იყოს კრიტიკული აზრი და ეს ბჭყალებში რეფორმები ზუსტად ამას ისახავს რა, რაღაც რეპრესიის მანქანა არის და საქართველოდან ახალგაზრდების გადინების საშუალება იქნება. ამიტომ მე მგონი სტუდენტებმა ახალგაზრდებმა უნდა ამოიღონ უფრო მეტად ხმა, უფრო მეტად გააქტიურდონ და გაითავისონ, გაიაზრონ რას ეხება ეს კანონი, რა შემოაქვთ რა. აი ზუსტად ერთ-ერთი საბჭოთა კავშირში იყო მსგავსი კანონები, ქალაქის ამბავი, მე-11 კლასის ამბავი და კიდე ბევრი